ჩვენ ყო რა ხდება? სუპერ დუმილია თუ რა. გამარჯობა. რაღაცას ამბობდი ძიმა. მე? ხო, დღეს ძალიან საინტერესო მეოთხე ნაწილი გექნება გადაცემის. მე რა უნდა ხდებოდეს? კეთი რატიანი იმყოფება ბანკ რესპუბლიკაში, სადაც ბანკ რესპუბლიკა მართავს ბიზნეს კლიენტებისთვის ფორუმს. ძალიან საინტერესოა და ამ თემაზე ვისაუბრებ სწორედ კეთი. კიდევ ერთი შეთავაზება ბანკ რესპუბლიკასგან. კეთი პრობონო ამ სახელწოდების ფორუმი რესპუბლიკა ბანკის სათაო ოფისში დილიდან იმართება, მაშინ მონაწილეობას ბიზნეს კლიენტები იღებენ. თუ რა ფორუმია და რითია მნიშვნელოვანი, ამაზე თეიკო კანდელაკი გვესაუბრება, რომელიც კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. თეიკო, რა ფორუმია და რითია მნიშვნელოვანი ეს ფორუმი თქვენი ბიზნეს კლიენტებისთვის? გამარჯობა, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. დღეს ბანკ რესპუბლიკაში მიმდინარეობს პრობონო ბიზნეს ფორუმი ჩვენი კორპორაციული კლიენტებისთვის. ტარდება სხვადასხვა ვორქშოპები, სესიები, პრეზენტაციები ბევრ საინტერესო საკითხებში, სადაც მთავარი სპიკერები და მომხსენებლები გახავთ ბანკ რესპუბლიკის დირექტორები და ასევე სხვადასხვა მენეჯერები. ძალიან საინტერესო ფორმატია, ძალიან ინტერაქტიულია და ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყოველი პრეზენტაციის შემდეგ იმართება დებატები და ჩვენს კლიენტებთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა შემთხვევებს, კონკრეტულ საკითხებს და ასევე მსჯელობთ ბიზნესის მართვის ასპექტებზე. რა საკითხები იქნება უფრო დეტალურად რომ გითხრათ, განხილული და რითი დაეხმარება ეს თქვენს კლიენტებს? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს საკითხები გამოვიკითხათ ჩვენი კორპორაციული კლიენტებისგან, ანუ ის რაც მათ აინტერესებდათ, ისე ავაწყოთ ჩვენი დღის წესრიგი. ესეთი საკითხებია როგორც სტრატეგია, ლიდერობა, რისკების მართვა, ციფრული მარკეტინგი, ასევე არის საინფორმაციო უსაფრთხოება და იურიდიული საკითხები, მოკლედ ის საკითხები, რაც ყოველთვის არის ძალიან აქტუალური და ბევრი კომპანიას აინტერესებს. რამდენი ადამიანი იღებს ამ ფორუმში მონაწილეობას? სულ იღებს მონაწილეობას 90 ადამიანი, სხვადასხვა კლიენტებს წარმოადგენენ. ოღონდაც ეს არის გადანაწილებული დღის განმავლობაში, ზოგს აინტერესებს პირველი საკითხი, მეორე, ანუ ასე ვთქვათ, ვისაც რა აინტერესებს, იმაზე მობრძანდება. ძირითადად უმრავლესობა ესწრება ყველა 7-ვე სემინარს და ვორქშოპს. ეს ფორუმი ეძღვნება 150 წლის იუბილეს Societe Generale's. რითია ეს კომპანია გამორჩეული და ასე ვთქვათ, ყველაზე მიზიდველი? კი, ნამდვილად ესეა. ჯგუფ Societe Generale შეუსრულდა 150 წელი, ჩვენ ვართ იუბილარები წელს. თვითონ უბრალოდ მოკლედ გეტყვით პრობონოს ფორმატზე, თვითონ სიტყვა პრობონო შეიცავს გარკვეულ მესიჯს, რაც ნიშნავს ლათინურად საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას. დღეს ჩვენ ზრუნავთ ჩვენს კლიენტებზე, რაც ასევე ჩვენი ბრენდ პლატფორმის საბანკო ურთიერთობებზე დამყარებული საბანკო საქმიანობის და ასევე ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც არის კლიენტთან ურთიერთობის და პარტნიორობის გაძლიერება და ასევე ცოდნის გაზიარების გზით ბიზნესის ეფექტური მართვის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, ძალიან ამაყებივათო ჯგუფი 150 წლის არის. ეს მოწმობს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში ჯგუფი მდგრადობით და ფინანსური სიძლიერით გამოირჩევა. მთელ მსოფლიოში 75 ქვეყანაში არის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებები. ჩვენც რა თქმა უნდა უერთდებით ჯგუფს და ასევე დაგვეგოთ ბევრი საინტერესო პროექტები, რომელიც უკვე განხორციელდება და კიდევ ბევრი მრავალი გველის წინ. ძალიან დიდი მადლობა, მე კი შეგახსენებთ, რომ პრობონო ფორუმი დღეს საღამოს 7-ის ნახევარზე დასრულდება. კეთის დიდი მადლობა. ბანკ რესპუბლიკა თავის კლიენტებს ზრუნავს. მე 5-ჯერ ვნახოთ, ნამდვილად შემიყვარდებოდი ჩვენოს და ნუ გიორგის მე-5-ეთ ალბათ ხედავ და არის რაღაცა ნიშნები უკვე. ახალი ფილმი გამოდის ქართულ კინოეკრანებზე და ქართული წარმოება, რაც ორმაგად მიხარია, ვაშა მეგობრებო, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, გიორგი ბახუტაშვილი, ეკა აბშილავა, გიორგი ვარდოსანიძე. ჩაიფიქრე ეკა შენ, სანამ ჩაიფიქრებ ორ გიორგის შორის. რა ხდება? რომელი ჩაიფიქრე? გიორგი, 5 ნახვით შეყვარება. 5 9
ნუ კომედია ალბათ. ნუ კომედია. სასიყვარულო საოჯახო. ხო, საოჯახო კომედია, სასიყვარულო ელემენტებით ან პირიქით, სასიყვარულო ფილმი კომედიური ელემენტებით. საოჯახო ხია რომ ბავშვებთან ერთად შეიძლება რა თქმა უნდა, წავიდეთ ოჯახ ყველა ასაკი შეუძლია ხელჩაკიდებული მოვიდეს სიხილოს ფილმი. რახა სამნი მოხდეთ სასიყვარულო სამკუთხედია თქვენი ამ ფილმში? არა, ხან არა. აბა, ოთხკუთხედია. ორკუთხედია მარტივად. მოდი ეკა მილაპარაკოს. დინახართან ზედმეტი რაც შეგიძლია თქვა თქვით. ესე იგი ეკას უყვარდება ეს ახალგაზრდა ჭაბუკი და აი ეს გახლავთ თავარი ინტრიგანი. აჰა. არა? შეგაიწოვეს სახეზე. მოწარდეთ როგორი ბოლომდე. არა როგორ დავეცახ ეგრეა სიუჟეტის მიხედვით ეგრეა მე ალბათ ძალიან ბევრ მაყურებელს არ გვინდა რომ შენ გამოხვიდე ცოტნეს პერსონაჟიდან იმიტომ რომ გიჟდებით ამ პერსონაჟზე პირდაპირ გეტყვი და არ დავმალავ ამას ნამდვილად მაგრამ მოგვიწევს შეგუება იმასთან სხვა ადამიანი უნდა ითამაშო ვინ უნდა ითამაშო ვინ ითამაშა ვინ გითხე ვინ ითამაშეო ხო? ხო. სამწუხაროდ გადაღებები. ძირითადი გადაღებები ნებოს მე ვიტყვი. მინდა საცხოვრებელი. გადაღებების ძირითადი ეტაპი პრინციპში თბილისი მოლში იყო. კი. მთელი ღამე ვათენებდით ხოლმე, დაახლოებით 10 ღამეზე მეტი გავათენეთ. 14. ორი კვირა ვიცხოვრეთ. ერთხელ მეც ვიყავი უყურებდი. გახსოვს კი. ვაიმე, მეც ვიყავი, გეფიცები, თქო ვერ ვიხდი რომ თქვენ იყავით. შენ ხო გნახე ამ გადაღებებზე. მან დილა იყო, დილა რა, შუადღე იყო და კარგი სახეები ქონდა. ხო, მესმის. სახე იცვლებოდა 10-ის მერე ღამე. ანუ 10-დან დილის 11-მდე ვიყავით 14 ღამე. გაგითენებიათ 14 ღამე ზოგადად. მე გამითენებია ნეილონის დაძვას ერთი თვე. ნუ მაშინ გესმით ხო ჩვენი რაცა. ძალიან კარგი. აი ვიღაც სახეობები, აი გიორგი მაგალითად სულ იყო ხოლმე, მე ცხოვრობდი ხო და მე ვიღაც რომ მოვიდოდა ხოლმე მოულილი, დაბანილი, გამოძინებული, ესე უყურე. შური. გძულდა. იქ რატო ხდებოდა მთელი მოქმედება მიდის თბილისში? ანუ ამბავი ხდება თბილისი მოლში. პატარა მოკლე ამბავი ვივიდგეთყვით, რომ ანუ მოულის მფლობელი ვარ მე. უყურებსან? ხო და ნუ იქ ვითარდება მოვლენები. აღარ მოყვეთ კარგი. მფლობელობა მომეწონა. ფერადი ხო არ ფერადი? ფერადი არის. ერთი რამე მაინტერესებს გიორგი, ხალად გარდაქმნა მოგიწია? ხერია რა? ეს თუ კი, ეს ჩვენი კლიპია. კლიპიც საუნდტრეკი. რაც შეეხება ქალს ხო რაღაც ბევრი შეკითხვა გაჩნდა, იმიტომ რომ ფოტოები ხო აიტვირთა რაღაცები, რომ გონიათ რომ ქალს თამაშობ და ტუცი გადავიღებ თუ რაღაც არ არის ესე, უბრალოდ ერთი სცენაა, სადაც მეგობარს ეხმარება ჩემი პერსონაჟი ზურა და უწევს რომ შეცვალოს და მის ადგილზე დაიწყოს მუშაობა ერთი დღე. ძალიან კარგი პერსონაჟი, კარგი ტიპია, დადებითი. და მიწევს რომ არ დავაფრთხო კლიენტები, მაგრამ პირიქით დავაბეხ მე ქალის ფორმაში რა გაისანახავარ და არის მთელი ერთი დღე ქალის ფორმით და დადის და მე ძალიან მაგარი რაღაცები. მაგაზე რო წავა მეგობრის გამო დადებითია და კარგია რა საკურველია ეს. ძალიან მაგარი ადამიანია, ესეთი დადებითი პერსონაჟი მე ჯერ არ მითამაშია, აი ოქროა. მოიწვიან ოქროა. აი ეგეთია მეგობრისთვის გადადებული, ალალი, ცოტა დაკომპლექსებული რაღაცა. მეგობარი იყენებს ამ სიტუაციას. ყველა მეგობარი იყენებს, იმიტომ რომ ყველაფერზე მუშაობს საერთოდ. მოლში დაცვიდან დაწყებული ყველაფერია საერთოდ. თბილისური სიტუაციებია, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაცნობი ფაბულა აღებული. ცირა, თქვათ ახლა თბილისისთვის ნაცნობი ესე არ არის, მაგრამ რაღაცეები ხო, რადგან ახლა ჩვენი რეალობაა და მოვარგეთ რაღაცეებს, მაგრამ ისეთ სიტუაცია რომ თბილისში არ ხდება ხშირად ეს რაღაცეები, ხო? ბევრს მოლი არ გვაქვს, დავიწყოთ მაკედან საკუთარი და იქ არ ვიცით მუშაობას. ერთ კაცს მიულოცოთ მას მოლი რო აქვს. აში შევეგებოთ მას მოლი აქვს. მშელობა რო ქონოდა. ნუ აქ ეს. პარჟიანი ფილმში პირველი მთავარი როლია ეკა შენთვის? მთავარი როლი პირველია კი ბატონო გახლავთ. და ესე იგი მოლის მფლობელობასთან ერთად პასუხისმგებლობაც რა თქმა აი უნდა. უდიდესი უზარმაზარი და ძალიან ისეთი მოლოდინით ვარ, რა ვიცი. არ გინახავთ ფილმი? იცი რა რაღაც ნაწყვეტები მაქვს ნანახი იქიდან გამომდინარე რომ რაღაცეებისთვის საჭირო იყო თორე ასე ვთქვათ ფილმი არ. ნაწყვეტების ნახვის საშუალება ჩვენც გვაქვს ახლა მე როგორც ვიცი ხო? სიუჟეტის სახით მოდით ვნახოთ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები. კომედიის ფინალური სცენის გადაღება გვიან ღამით იწყება. უძილო ღამეებისა და უწყვეტი გადასაღები დღეების შემდეგ თაღლილ მსახიობებს ბოლო სცენის სათამაშოდ რამდენიმე დუბლი და ტექსტის შეუცდომლად წარმოთქმა სჭირდებათ. გადაღებების დასრულებას კი ფილმზე მომუშავე მთელი გუნდი აპლოდისმენტებით ხვდება. დაიწყე რა ხო?
იქნება ქართული რომანტიკული კომედია, რომლის გადაღების იდეაც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. რეჟისორმა ნიკა რამიშვილმა გადასაღებმოედნად თბილისი მოლის რამდენიმე სართულიანი შენობა აირჩია. ლოკაცია თემატურია. ფილმის სიუჟეტი მთავარი გმირის მიერ შექმნილ მიკროსამყაროში, სავაჭრო ცენტრში ვითარდება. აქ არის ყველა და ყველაფერი, რაც გიორგი ვარდოსანიძის პერსონაჟს ზურას ესაჭიროება, თუმცა ერთი საქმიანი ქალბატონის გამოჩენა მორცხვი და საკუთარ მიკროსამყაროში გამოკეტილ ზურას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. 5 დღეში თუ დააბი ვინმე? ნინო საქმიანი ქალია, რომელიც სიყვარულზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა 5 ნახვა საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ეკა აბშილავას პერსონაჟმა კითხვაზე, თანახმა ხარ თუ არა ჩემი ცოლი გახდე, შესაბამისი პასუხი გასცეს. ქართული რომანტიკული კომედიის შემქმნელები კინოში მისულ მაყურებელს პირდებიან, რომ სახიდან ღიმილი პირველივე კადრიდან ფილმის ბოლო სცენამდე ნამდვილად არ მოშორდებათ. ფილმის ფაბულა კი აქამდე უკვე ნანახ რომანტიკულ კომედიებს მოგაგონებთ, თუმცა 5 ნახვით შეყვარება თავისი პერსონაჟებითა და შექმნილი სიტუაციებით საერთაშორისო ისტორიის ქართული ინტერპრეტაციაა. სიუჟეტია ესეთი ბილი, სულუკი, ალაგ-ალაგ კურიოზული და კომიკური მომენტებითაც, მაგრამ კლიანობაში სახალისო და ესეთი საინტერესო საყურებელი ფილმი გამო. ფილმის პოტენციურ აუდიტორიას რეჟისორი ასე ახასიათებს. რომანტიკული კომედია, ვისაც უყვარს, ალბათ ყველას და ასაკი, ალბათ სადღაც თინეიჯერული ასაკიდან დაწყებული ღრმა მოხუცებულობამდე. კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი. მოკლედ, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს 5 ნახვით შეყვარების გადამღები ჯგუფის სამუშაო გრაფიკი. იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკურად მზადა ვარ ამ ფილმისთვის, ყველა საშუალება რაც არსებობს, თქვა კინოში, რელსი, იგივე ეკრანი, სტედიკამი და შემდეგ ჩართულია ამ პროცესში. ეს აისახება რა თქმა უნდა შედეგზეც და ერთი პატარა გამონაკლისი გვაქვს, რომ იმდენად კარგი სცენარია, შესაბამისად მსახიობების ოსტატობაც იმდენად მაღალი დონის არის, რომ როდესაც მიმდინარეობს გადასაღებმოედანზე ჩაწერა კონკრეტული დუბლის, მე მეცინება ხოლმე იქვე. და უკვე წარმომიდგენია დამონტაჟებულ ფილმზე რა მოხდება და ზოგადად მაყურებელს რა რეაქცია ექნება. ნახავიღაც შტერს, ნაზად გაუღიმე, ისიც შეგამჩნევს, სადმე დაგპატიჟებს, უკვე ხდები, რომ ისე წყალი შესმა. 5 ნახვით შეყვარების შემქმნელთა გადაწყვეტილებით კომედიაში ნამდვილი ქართული ვარსკვლავთვენაა. გიორგი ვარდოსანიძესა და ეკა აბშილავას ფილმში პარტნიორობას თითქმის ყველა ის მსახიობი უწევს, რომელთა ეკრანულ პერსონაჟებსაც უკვე კარგად იცნობთ. თუმცა ამჯერად მათ კინოპერსონაჟებს არაფერი აქვთ საერთო ეკრანულ გმირებთან. ჩემი პერსონაჟი არის აი ესეთი მეკალთანე ბიჭი, რომელიც ცდილობს ყველა მანდილოსნის ყურადღების მიფრობას, იქცევას და რამდენად გამოსდის ეგ უკვე ფილმში ნახავს მაყურებელი. ამჯერად თამაშობ გამყიდველს, ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბუციკის. რა ძალიან ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, ესეთი ადამიანი ყავს, პატარა შვილი, რომელსაც ვერ ტოვებს, რაღაც ძიძის პრობლემა აქვს მუდმივად და რომელიც ეხმარება მთავარ გმირს. მე მგონი საინტერესო გმირი ვარ, არ ვიცი, ესე მგონი იყო შემთხვევაში. ესეთი ჯერ არ მითამაშია. ნახოთ რა გამოვა. როგორ მოახერხებს გიორგი ვარდოსანიძის პერსონაჟი მხოლოდ 5 ნახვაში ბიზნეს ლედის მოხიბლას და რა ხერხებს გამოიყენებს ეკა აბშილავას პერსონაჟის გულის მოსანადირებლად. ამის ნახვა ჩვენს კინოთეატრებში შემდეგი ხუთშაბათიდანაა შესაძლებელი. 5 ივნისი 5 ნახვით შეყვარების საპრემიერო თარიღია. აჰა. ეს გამოინტრიგებელია რა ეს სიუჟეტი. 5 ივნისიდან კინოთეატრში ოჯახები, შვილებიც. რას ეგრეთ სლოგანი ვიდგა 5 ივნისიდან 5 ნახვით შეყვარება. ხუთშაბათია თან მე მგონი. ხო, 5 საათზე. ეს 5 საათზე და 5 საათზე. ეს ისეთი სახეობები ნახვით შეუყვარდით მაყურებელს. მაგრამ ნახოთ 5 ნახვით სათაურები არ კითხავთ ეს. როგორ დადება რატა უნდა მოვიდეს მაყურებელი ამ ფილმის სანახავად. ნუ გარდა იმისა, რომ სასაცილო მომენტია. მაყურებელი იმიტომ რომ მოვიდეს ამ ფილმზე, რომ მე ვფიქრობ, ესე დავარქმევდი რაღაცა მსუბუქი საოჯახო კომედია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას დღესდღეობით ნამდვილად მოდი შეიძლება 14 გამე ხალხს გასცენებულია. ძალიან გთხოვთ დავაფასოთ მათ შრომა რა. მე ვიცი რომ რაც არ უნდა გამოსცილიყო მსახიობი პრემიერის წინ ყველა ღელავს. გისურვებთ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს პრემიერას და ბევრი მაყურებელი ყავდეს ამ ფილმს. მე ვიცი რომ კარგი იქნება. წავიდეთ ჩვენ ხო წავიდეთ. მე ყველაფერი მიყვარს ქართული განსაკუთრებით ჩვენები როცა არიან იქ ხო საერთოდ. წავიდეთ.
ადეკ წავედით. წავედით. ხალხამდე. უთამდე კი მივალთ ეხლა კინოთეატრებში.